გამარჯობათ მეგობრებო, დღევანდელ ეპიზოდში ძალიან საინტერესო ადამიანი მინდა წარმოგიდგინოთ, ბატონი ეფრაიმ მიხაილი, თადარიგის პოლკოვნიკი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ეფრაიმ თქვენი დროისთვის, რომ ხართ გამარჯობათ. ჩვენთან. მე მინდა რომ სანამ საუბარს დავიწყოთ, წარმოგიდგინოთ, გაგაცნოთ ვინ არის ბატონი პოლკოვნიკი. იგი 1972 წლიდან ცხოვრობს ისრაელში, 76-ში გაიწვიეს სამწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში, 91-ში მიიღო ოფიცრის წოდება, 82 წელსვე მონაწილეობა მიიღო ისრაელ-ლიბანის ომში, ეს დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ამ თემაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. 93-ში გააგზავნეს სასწავლებლად ხაიფას ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, 86-ში დაინიშნა სახმელეთო ჯარების კავშირგაბმულობისა და კონტროლის ტექნოლოგიური განყოფილების უფროსად მაიორის წოდებით, 90-ში კი კავშირგაბმულობისა და კონტროლის წარმოებელი ბაზის შტაბის უფროსად. 93-ში მიიღო ვიცე-პოლკოვნიკობა, 99-დან პოლკოვნიკი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც არ უნდა გამოხრჩეს, იყო ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და სამხედრო ატაშე რუსეთის ფედერაციაში. 2011-14 წლებში ხელმძღვანელობდა ისრაელის პორტების სისტემის პირველ დირექტორატს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ქმედითი მონაწილეობა მიიღო ისრაელის ორი ახალი პორტის ხაიფას და აშდოდის მშენებლობაში და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ეფრაიმ თქვენი საუბრისთვის და ცხადია, ეხა ჩვენ რა გვაინტერესებს და ჩვენ მაყურებელს, ეს არის ის ომი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართულ ენაზე დავსვათ კითხვები და ქართულ ენაზე მივიღოთ ეს პასუხები. ისრაელის პოზიცია, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს. ისრაელი რო არ ესაზღვრება ირანს, ესეც ცალსახად ცხადია, მაგრამ ისრაელის დაარსების პირველივე დღიდან ირანი არის დაპირისპირებული მხარე, აწარმოებს სხვადასხვა სახის ოპერაციებს, მაშინ არ იყო სიტყვა ჰიბრიდული გამოყენებული, თუმცა ვიცით, რომ არსებობს ჰამასი, ვიცით, რომ არსებობს ჰეზბოლა, ვიცით, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ირანი, მისი სასეცები ძალიან დაქსაქსულია, თითქმის ყველას ხდება. მოდით დავიწყოთ ბოლოდან. რა ხდება ბატონო ეფრაიმ ამჟამად, რა მდგომარეობა? ვიცით, რომ ველოდებით პარასკევ დღეს, რომ რაღაცა მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გარკვეულწილად წარიმართოს ისლამაბადში, მაგრამ მოდით ისრაელის პერსპექტივიდან დავიწყოთ საუბარი. დღეს რა მოცემულობა გვაქვს? გამარჯობათ ბატონო გიორგი, მოგესალმებით თქვენ და თქვენ მსმენელებს და მაყურებლებს საქართველოში და საქართველოს გარეთ. დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. დღევანდელი სიტუაცია არის ის, რომ იარაღებით ლაპარაკი დამთავრდა, პაუზა არის. ახლა მიდის დიპლომატიური ლაპარაკი. ესეც ომის წესებია, როგორც ყოფილი დიპლომატი, გეუბნები, დიპლომატიის დროსაც არის ომის ერთ-ერთი ეტაპი არის ეს ომის ლაპარაკება შუა ომში. როგორც ჩაიხები, როგორც ჩავიხები, რას მივიღებ მე და ასეთი რამე. ეს ცხადია ის, რომ აქ არა გვაქვს ისეთ მტერთან საქმე, რომელიც გამოაცხადებს კაპიტულაციას, როგორც ნაცისტური გერმანია იყო, და სხვა ქვეყნები. ამიტომ აქ გვაქვს ძალიან მწარე მტერთან ომი, ეს არის შიიტური მუსლიმანური დაჯგუფება, რომელსაც უნდა მთელი მსოფლიოს უკან შეცვალოს, იმით რომ ურჯულოები, ეს არის ქრისტიანები და ებრაელები, ან ამოხოცოს, ან და გადაარჯულოს ყველა. რუსეთის როლის შესახებ არა მხოლოდ ირანში, თუმცა ამაზე დაგისვათ ამ კითხვას, არამედ იცით მაგალითად რუსეთის როლი, როდესაც ის მართავდა მიგრაციის ნაკადს სირიიდან ევროპის მიმართულებით. და ამ საფრთხეზეც მინდა გკითხოთ, როგორც სამხედროს, როგორც სამხედრო ანალიტიკოს, როგორც კარგად მცოდნეს რუსეთის და დავსვა რამდენიმე სახის კითხვა. ერთი რუსეთის როლი ამ მიმართებით, მეორე რუსეთის როლი როგორც ირანის მოკავშირის და მესამე რუსეთის როლი ისრაელთან მიმართებით. საუბრობენ თუ არა იმაზე ისრაელში, რომ რუსეთი მხარს უჭერს ირანს? ძალიან ბევრს საუბრობენ ამაზე.
და ძალიან გულსატკივარია ის, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე იყო რუსეთი, იმიტომ რუსეთთან ჩვენ ძალიან დიდი კავშირი ჰქონდა სირიის ომის დროს. ჩვენ იქ რაიონი გავიყავით, ისრაელი ეხმარებოდა ბევრი გზებით რუსებს, რომ ინფორმაცია მიეღოთ, ტაქტიკა მიეღოთ და რუსეთი გვეხმარებოდა იმაში, რომ ისეთი უარს ვერ გვეტყოდა, როცა გვინდოდა დავარტყამდით დაჯგუფებებს ტერორისტულ და შევატყობინებდით პარალელურად რუსეთს. ეს იყო უნიკალური კავშირი, რომელიც ჩემი ყოფნის დროს დადებული ხელშეკრულების ნიადაგზე იყო აშენებული 2014 წელს. ისრაელის გენშტაბში იყო ტელეფონი, რუსეთის გენშტაბში იყო ტელეფონი და გენშტაბების წარმომადგენლები პარალელურად ლაპარაკობდნენ პირდაპირ. ეს იყო ძალიან დიდი სენსაციური წინსვლა და თორემ ისრაელი რომ არ დახმარებოდა რუსეთს სირიის ომში იმ იგილის წინააღმდეგ, მოსკოვი გაიმსებოდა და შერემეტოვა გვამების ცხედრებით. იმდენი მოკვდებოდნენ რუსები იქ და ისრაელის დაზვერვა და ისრაელის უშიშროება იცავდა ინფორმაციით და ყველაფრით რუსებს იქა და სამაგიეროდ რუსები ჩვენ არეაში არ შემოდიოდნენ და თავისუფალი ხელი ჰქონდა, რომ ჩვენი ავიაცია იქ თავისუფლად თაფაშობდა და მოძრაობდა. არ აქვს მნიშვნელობა იმის თქმას, რომ ისრაელის ავიაცია დღეს მსოფლიოში ბადალი არ აყავს და ვერანაირ ვერ დაუდგება ვერც რაოდენობით და ვერც ხარისხით. ეს არის წაგებული ომი, ვინც ისრაელს დაემუქრება ავიაციით. გაიგეთ, ეს მთავარია. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს შეკითხვისას, აი მინდა ცოტა უკრიდან რომ დავიწყო. ხამასის ომის დროს გაზაში არიან ამოკვეთებული 2 მილიონი მუსლიმანი არაბები. გაიგე? ყველას არც ერთ სახლი არ აქვს, ყველა სახლი დაენგრათ. ყველა კალავებში ცხოვრობენ და ერთი არაბული ქვეყანა არ არის თანახმად, ისინი როცა იყვანონ და შეიფარონ. მე ხა ერთი კომენტარი და ჩანართი უნდა გავაკეთო. ეხლა ჩვენი საუბარს მისდევს ეს თემა და ამ თემებს ვერ ვცდებით. ცხადია, ყველა მუსულმანი ტერორისტი არ არის, ხო? ანუ მუსლიმები ცხოვრობენ საქართველოში, ცხოვრობენ ისრაელში, მსახურობენ ისრაელის ჯარში, მსახურობენ ქართულ ჯარში. ანუ ჩვენ ერთ ქვაბში არ ვხარშავთ ყველას. მე ჩვენი ირგვლივ არის არადემოკრატიული ქვეყნები, რომელსაც მეფობის სისტემა აქვს და იმათ არ უნდათ ტერორიზმით გაღვრილი სისხლიანი ხალხი, რომ შეიყვანოს თავის გავლენაში. განვაგრძოთ ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა, თქვენს და მეც ერთ აზრზე ვართ ამ შემთხვევაში, რომ ყველა მუსლიმი ტერორისტი არ არის და ცხადია ამას ხაზგასმით ვამბობთ და ზოგადად რაღაცა ეთიკურ ნორმებს ვინარჩუნებთ და რაც თავარია არ ვსაუბრობთ ზიზღის ენით. ეს დაამნიშნულოვანი ჩანართი. ნაწილში მინდოდა, რას ამბობენ ახლა ისრაელში მოსკოვის პოზიციებთან დაკავშირებით? გადაჭრილი ურთიერთობა აქვს რუსეთს და ირანს. იმიტომ რომ როდესაც რუსეთმა თავს დაესხა თუ შევიდა ოპერაცია გააკეთა უკრაინაში, იქ მიხვდა რომ დისტანსი იყო, ესე იგი ძალიან დიფერენცი იყო იმაში, რომ რაც გენერალებმა დაუხატეს ბატონ პუტინს, რომ ასეთი ჯარი ყავს და ასეთი ძლიერი, იმაში რაც ფაქტი გამოვიდა. და მიხვდნენ რომ 1400 კილომეტრის სიგრძეზე სიცივეში და თორში და კვამში ომი ასეთი ადვილი არ არის. და როცა მტერი არ წაიქცა უკრაინა 2 კვირის განმავლობაში შემდეგ და 3 კვირის შემდეგ და დაჭირდა დიდხნიანი ომი, დიდხნიან ომს უნდა ჯარისკაცებს ჭამა, სმა, მედიცინა, მერე კიდევ იარაღი და ასეთ რამეები და იარაღი რუსეთს არ გამოაჩნდა, იმიტომ რომ როდესაც 91 წელში საბჭოთა დაინგრა და სხვა ლიბერალიზაცია გააკეთა რუსეთმა, მერე ისევ პუტინმა, ეს სამხედრო ქარხნები და სამხედრო ჩავშნური სისტემების გამოშვები ქარხნები გადაკეთდა სხვა სოციალურად თუ ეკონომიური სხვა მიმართულება მიეცათ და სხვა გაიყიდა ეს ქარხნები, სამხედრო ქარხნები და რუსეთს
არ დარჩა იარაღის გამოუშვებელი ძალიან დიდფაქტორიანი სისტემა და როცა რუსეთი შევიდა უკრაინის ომში, სტატისტიკა ლაპარაკობს, რომ რუსეთი უკრაინის ომში ერთ დღეში ისროლიდა იმდენ იარაღს, ეს არის ტყვია თუ რაკეტა თუ ბომბი, იმდენ იარაღს, რომელსაც რუსეთის ქარხნები თვის განმავლობაში ვერ უშვებდნენ და აქ გამოვიდა დეფიციტი და მაშინ რუსეთმა თხოვა თემსოფლიოში თავის მომხრე ხალხს, ერებს, ქვეყნებს დამეხმარეთ. და ჩვენ ნახეთ ირანული რაკეტები და შაჰიდები და ირანმა გაუხსნა რაკეტები, ჩრდილოეთმა კორეამ ბომბები, კორეამ დაჟე მოვიდა ჯარი გამოუგზავნა დასახმარებლად კურსკის რაიონში, ყველა ვიცით ეს და ამითი გადალახა რუსეთმა, სანამ ისევ აამოძრავა თავის სამხედრო რუსეთი უბრალოდ ქვეყანა არ არის, ძლიერი ქვეყანაა. ოღონდ ნელი ტემპით შეუძლია რეორგანიზაცია რო გააკეთოს და როდესაც გადალახა, აი ახლა სიკეთეს უყურებს იმაში, რომ და აწვდის კასპიის ზღვიდან, ჩემი აზრით, დიდ რაოდენობით იარაღს ირანს. როდესაც ირანი ემბარგოშია, ალყა აქვს შემორტყმული ამერიკის ფლოტიდან ზღვით, ჰაერი საერო არ აყავს, ისრაელის აქვს მთელი ირანის საერო სივრცე 2000 კილომეტრი 1900-ზე ისრაელის ავიაციის კონტროლშია. წარმოიდგინეთ, ხო? აქედან დაშორებული 2000 კილომეტრი დაშორებული ქვეყანაა, ისრაელი აკონტროლებს იმის აერს. რომ თვითმფრინავით უნდა რო აფრინდეს ისლამაბადში რო წავიდეს არაქში მოსალაპარაკებლად ამის შესახებ ისრაელმა იცის ყველაფერი. ეს საპასუხო ნაბიჯი რა შეიძლება იყოს? რას უნდა ელოდოს მაგალითად რიგითი ისრაელის რიგითი მოქალაქე, ასე ვთქვათ, აი იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებს. მე არ მახსოვს ესეთი ქმედება მაგალითად ისრაელის წინააღმდეგ, რომელიც შემდეგ რაღაცა უპასუხოდ დარჩენილიყო. შესაძლოა მე ვცდები და ეს მახსოვრობა ჩემი არ არის სრულყოფილი, არც მაგას არ არის რუსეთი და პუტინი ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ლაპარაკობდა, რომ მე დიდი ასპარა მაქვს რუსეთ წარმოიდგინეთ თქვენ ბატონო გიორგი ახლა შემეკითხეთ არ მინდოდა გაგიხსნით ჭალებს. რუსეთს აქვს დიდი დემოგრაფიული პრობლემები. არ არსებობს შანსი სოფლიოში არავითარი ხელოვნური სისტემიდან და გამოგონებით, რომ 140 მილიონიანმა ქვეყანამ აკონტროლოს 9000 კილომეტრის სიგანის ქვეყანა და 6000 კილომეტრის სიფართის ქვეყანა. გაიგეთ? რომელიც ორი დღე უნდა მატარებელს მარცხნიდან და მარჯვნივ რო წავიდეს დასავლეთიდან აღმოსავლეთში. ორი დღე იცვლება, ორჯერ იცვლება საათის სისტემა, სანამ ბრესტიდან დალნივასტოკში მივიდოდნენ და იაპონიის საზღვარზე მატარებელი. ესე იგი, რა ხდება ეგ? რუსეთი ბადებს ნაკლებ პროცენტ მოსახლეობას, ვიდრე კვდება. კვდება ძალიან ბევრი. კი ბატონო. ძალიან ბევრი. წელიწადში უკვდება რუსეთს მილიონი ადამიანი და მილიონი არ იბადება მაგ. მე რო ვიყავი სამხედრო ატაშე, ეს პრობლემა ჰქონდათ მაშინ დასახული რუსეთის მთავრობას და თუ გახსოვთ, არ ვიცი, ეხლა თქვენი მე მაქვს მიდრეკილება ამ ხარეზე, ყველაფერი ინფორმაციას ფლობ, რომ დაასახელეს $9000 საჩუქარი, ვინც მეორე შვილს დაბადებს და $1500 მეორეჯერ, ვინც კიდე მეორე შვილს დაბადებს ან და მესამეს. ეხლა თქვენ სამი შვილი ყავდა, მეც სამი შვილი გაგვეზარდოს. ჩვენთან პრობლემა არ არის სამი შვილის დაბადება და იქ პრობლემაა, იქ სისტემა არ მუშაობს. აიგეთ? სისტემა არ მუშაობს. ამიტომ დღეს თუ ხვალ ეს ერები, რომლებიც წეპოთი არიან შეწეპებული იდე მეორე ეკატერინეს დროიდან, იეკუტები და ტატრები და ჩეჩნები და დაგესტანელები და ამდენი ერი ეს რაღაცა გასკდება. მით უმეტეს, რომ რუსეთს აქვს კიდე უფრო დიდი პრობლემა იმისი, რომ 20-დან 40 მილიონი ჩინელი უკვე გადასახლდა რუსეთში და
ოჯახების შექმნეს და იქ მუშაობენ და რუსეთმა მიაქირავა ჩინეთს თავის ტერიტორიები, რომლიდანაც კვერცხიდან ბრილიანტი გააკეთა ჩინეთმა, გაანვითარა, ხიდები გააკეთა, კანალიზაციები გააკეთა. რუსეთი აწვდის ჩინეთს ძალიან 30%-ით ნაკლებ ფასებში გაზს და ნავთს. ჩინეთის ინდუსტრია მიდის წინ, ძლიერდება და იმას ყავს. ოღონდ წარმოიდგინეთ, რა მინდა რომ გითხრა, ამას აქვს 10 ოთახიანი ვილა და ამას აქვს 2 ოთახიანი ბინა, ამას ყავს 50 კაცი ბინაში და ამას ყავს 2 კაცი. წარმოიდგინეთ, ხო, მეზობლები ასე რა იქნება. ერთ დღეს იქნება ჩინეთი ერთის მაინც ყავს გადმოსახლებული 50 მილიონი და ეს იყოს ჩემი ტერიტორია და არ გვექვს შენც კარგად იქნები და ეს კარგად ვიქნები და გადაიჭრება ეს, იმიტომ არ არის სიტუაცია, რომ რუსეთი უნდა ასეთი ქვეყანა, ამხელა ქვეყანა რო იყოს კონტროლირებული და ესე იგი ასვაივად აფერადიან რუსულად, ესე იგი ათვისებული სახელმწიფოდან აქ უნდა ცხოვრობდეს მილიარდი ადამიანი მაინც. ცხოვრობენ 150 და 20 წელიწადია რაც მე სამხედრო ატაშე ვიყავ 26 იძახიან 140 ვართო. რა თქვენ გააკეთეთ ანგარის ჩემი აზრით 120-ზე მეტი არ არიან და 100-ზე. ეს 100 რუსული თელი რუსეთის მოცულობა და აქედან ვინ არის სხვაერი და სხვარჯული ეს კიდე სხვა არის. აი ესა პრობლემა რუსეთის და რუსეთი როგორ აკეთებს, რატომ არის უკრაინაში ბატონო გიორგი? რომ მეტი მოიღოთ მათ შორის მოსახლეობა. აი მივხვდით. აი ესა თავარი. თემი სოფიო ლაპარაკობს რუსეთი ნაცისტებს და დემილიტარიზაციას ეომება, მაგრამ არა. რუსეთი არის ჭკვიანი იმით, რომ აღმოსავლეთი უკრაინა არის დასახლებული რუსკოязычნი ხალხით. და ეს 20 მილიონი კაცი კრიმთან ერთად, როცა შემოერთდება რუსეთს, ეს კიდევ დიდი გაძლიერება რუსეთის. რუსეთი ცდება ერთ დიდ რამეში, რომელშიც კორუფციული სისტემის გამო თავრობა გასა თვითონ აცხადებს და ეომება. ისრაელი მინდა რომ გითხრათ, რომ ისრაელმა 1990 წელს, რომელსაც რესურსები არ ჰქონდა, აი ამას გახსენებთ, ისააკ შამირმა ჩვენმა თავრობის მეთაურმა დაუჩოქა ამერიკას, რომ 10 მილიარდი დოლარის სესხი მიიღო ამერიკიდან, გაიგეთ? ამერიკიდან რისთვის? რეპატრიაცია რო ჩამოეყვანა საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ისრაელში ებრაელები რომ მიიღო. აი ახლა რა ხდება რუსეთში? საბჭოთა კავშირმა გაასახლა ეს ასიმილაციის გამო, ან და მეორე მსოფლიო ომის გამო რუსები, უკრაინელები და ბელორუსები აღმოსავლეთ მუსლიმანურ ქვეყნებში ომის დროს. თუ მე ვიყავი სტუმრად, პრეზიდენტი სტუმარი ვიყავ ერთ-ერთ სტანების ქვეყანაში, იქ არის დიდი 50-დან 60 მილიონამდე რუსი, რომელიც არის რუსი დედა, რუსი მამა, ექიმი, ინჟინერი, უფლებები არ აქვთ იმ ქვეყნებში, ყაზახისტან, თურქმენისტან, უზბეკისტანში, იმიტომ რომ არ უყვართ რუსები იქა და აქ ეუბნება მომიყვანეთ ჩემს სახში რუსეთში და რუსეთი ეუბნება არა გვაქვს ადგილი. ნეტუ მესტა, ესე იგი ვიცროთა ვარ ჩვენ მოსკოვის რაიონში და არა გვაქვს ადგილი და ესე ყველა ტვინები ისრაელი როგორ აღორძინდა, როგორ აიშენდა. ჩვენ მივიღეთ 90 წელში 90-დან 95 წლამდე 250 მილიარდი დოლარის წონის ტვინები ხალხი, რომლებიც ჩამოვიდნენ საბჭოთა იმათ მააღორძინენ ისრაელი. და დღეს არის პირველი ნომერი ჰაი-ტექში და ყველაფერში. გაიგე? ასეთი ხალხი უჯის რუსეთს მუსლიმანურ ქვეყნებში და არა აქვს ერთი ავტოფციის სამინისტრო რო გახსნას და ხალხი ჩამოიყენოს დაასახლოს დიდი გადინება. მაგ გადინებას არ მგონია რომ რაღაცა უშველოს სინამდვილეში და უფრო მეტიც ალბათ მიიღებენ რაღაცა პასუხს, არ ვიცი, იერუსალიმის პასუხი რა იქნება მაგაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მწარე პასუხი იქნება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ჩასული ბევრი ადამიანი ცხოვრობს დღეს ისრაელში. ისრაელში ცხოვრობს 2 მილიონამდე რუსულად მოლაპარაკე
ხალხი და ეს არის ძალიან დიდი კრახი ნათანიაუს და პუტინის ასე გაგებაში თუ მოგებრობაში, მაგრამ ეს არის როგორ გითხრათ, ჩემი მტერის მტერია, ხო, ასე თქვა სტალინმა. როგორც ირანმა გადაარჩინა ვითომ რუსეთი, რუსეთმა გადაარჩინა ირანი და დღესაც აწვის ოღონდ რუსეთის მიწოდებული იარაღები მე მინდოდა მეთქვა სირიის ომში რომ ჩვენ პატივცემდით S-300 და S-400 ამბომბამდე არც ისე გამოჩნდა ეგ პატივისცემა, იმიტომ რომ გეპაზორებინა და მეუბნებოდით რუსეთს ვითომ გამოაცხადეთ რომ თქვენ არ აძლევთ სირიელებს უფლებას რომ ეს 300 S-400 ჩვენ წინამდე რო ამოძრავ, მაგრამ ისინი არიან კარტონები, ჩვენთვის მეტი არაფერი, იმიტომ რომ ისრაელმა აღმოსავლეთის საზღვარიდან იორდანია, ირაკი, ირანი გაწმინდა ყველაფერი რომ ჩავიგდოთ ეს სივრცე, საერო სივრცე სოფლიოში ხელში აქვს ჩაგდებული ისრაელის ავიაციას და არაფერი რუსეთის იარაღი ჩვენზე არ მოქმედობს. ეს თურქეთმაც აღიარა და უთხრა ერდოგანმა წაიღე შენი ეს 400-ო შევცდი რომ ვიყიდეო. თუ იცით ეს ინფორმაცია, ხო? კი, მაგის გამო ჩაუვარდა ბევრი პროგრამა, მათ შორის თავიდან F-35-ების, მერე F-16-ებზე რო ჩამოვიდა. ბატონო, მე ხამ კითხვა მაქვს მე ირანთან მიმართებით, ასეთი, არ ვიცი რუსეთზე დაუბრუნდებით თუ არა კიდე, მაგრამ ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია მაინც. ირანის რაკეტების რაოდენობა და რა სარაკეტო მარაგი, ასე ვთქვათ. დღესაც საერთაშორისო მედიაში არის ცნობები იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ ირანს გააჩნია გარკვეული რაოდენობა რაკეტების და დრონების. დრონები შესაძლოა არ იყოს ისეთი პრობლემური, ვიდრე რაკეტები, მაგრამ რაკეტების სახეზეა ისევე როგორც ის გამდიდრებული ურანიც აქვს სადღაც დამალული. ისრაელისთვის რა არის პროგრამა მინიმუმი ამ ომში და რა არის პროგრამა მაქსიმუმი? მინიმუმი პროგრამა არის რომ ორი მთავარი იგივე საკითხი ახლა რა დონეზე შეთანხმდება ეს სხვა არის. მთავარი საკითხი ამერიკისთვის, როგორც ბატონმა ტრამპმა თქვა, რომ ირანს ასეთ აპასნი და საშიშ ქვეყანას არ ექნება ატომური იარაღის გამოშვების უფლება. ეს არის მსოფლიოსთვის დიდი საფრთხე. ეხლა ამას როგორ გააკეთებენ და როგორ ჩაალაგებენ, ეს უკვე დიპლომატია. იმიტომ დიპლომატიაში უნდა იყოს რომ ისიც იმათაც არ დაიჩოქონ ნამეტანი ვითომ და ჩვენც გავემარჯვეთ. ურანიუმი 420 კილო ურანიუმი შეიძლება თელათ მოკვდეს, გადადუღდეს, შეიძლება გაიტანონ რუსეთში, შეიძლება გაიტანონ ევროპაში, შეიძლება გაიტანონ ამერიკაში შესანახად. კარგი, ეს ერთი. მეორე, ამ რაკეტული სისტემის გამოშვების უფლება უნდა წაერთოს ირანსთან და უნდა დადოს ხელშეკრულება, რომ მე გავაკეთებ 100 კილომეტრიან რაკეტას, მეტ არა. ეგე, ეგ უნდა შემოვიდეს სისტემაში მსოფლიოში, რომ არ აქვს ქვეყნებს ასეთი ისრაელსაც აქვს რაკეტები. რომელიც შეუძლია ირანში რომ მივიდეს. რატო არ ისროლება ისრაელი რაკეტას? რატო არ გვეკითხება ამას არავინ? ხო, აი ბატონო, კითხვა, რატო არ ესვრით რაკეტას? იმიტომ რომ ნალუბოვი რაკეტას აქვს თავისი რეზონანსი და შეიძლება აცდეს სამხედრო ბაზას და მოხვდეს დასახლებულ რაიონს და ერთი წუთში გაათავოს 1000-2000 მოსახლე, მოქალაქე. აი ეს არის ძალიან დიდი საშიში ისრაელისთვის. ჩვენ არ ვართ ნაცისტები, ჩვენ არ ვართ გერმანია ნაცისტური. ჩვენ არ ვართ ხამასი და ჩვენ არ ვართ ხიზბალა, ჩვენ არ ვართ ირანი. ჩვენ არ აგვაქვთ როგორც კაცობრიობის უფლებების დამცველი, არ აგვაქვთ ამის უფლება. და ამას ვერ ხვდება მსოფლიო. ჰეზბოლა და ჰამასი. როცა პროგრამა მინიმუმზე და მაქსიმუმზე ვსაუბრობ, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 9 წუთი და მე მინდა რომ აი ამ 9 წუთში ამ პროქსი ძალებსაც შევეხო. ამ მოლაპარაკებებში, ანუ ისრაელისთვის საბოლოო შედეგი დადებითი, ასე ვთქვათ, იქნება თუ არა აი ამ კავშირების შემცირება, ერთი, თუ დგას საერთოდ ეს საკითხი.
როგორ ისმის მან და მეორე რა თქმა უნდა გვაინტერესებს ლიბანში მიმდინარე ოპერაცია, იმიტომ რომ ლიბანი არის მტკივნეული საკითხი ისრაელისთვის და არა მხოლოდ მთლიანი რეგიონისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ხო? ანუ დასაწყისში. მოკლე პასუხი. დიახ. ხამასი რომელმაც გადაწყვიტა რომ ნაციებზე მეტი გაეკეთებინათ 23 ოქტომბერს 2023 წლის. ოქტომბრის 7 ოქტომბრის 23 წელს მოგვიკლეს 1200 ადამიანი, დედები, ბავშვები, ფეხმძიმე ქალები, მოხუცები დააწვეს, ტყვეც აიყვანეს ბუნაგებში, როგორც ძაღლების გალიაში დაამწყდეს. ასეთი არ შეიძლება ჩვენ გვერდში რო იყოს. რამდენიც არ უნდა უკრათ ისინი არ გაჩერდებიან, არ გასწორდებიან. ამიტომ გაზა უნდა იყოს დემილიტარიზებული თელად, თორემ ებრაელებს და ებრაელების ერს, ისრაელის ერს საშიშროება ელოდება მაგ კუთხიდან ყოველთვის. ხიზბალა თუ ხელშეკრულება ხიზბალის ლიბანის მთავრობასთან ზეწოლით ამერიკის და ევროპის საფრანგეთის ზეწოლით და ამით ხელშეკრულება წავიდა წინ, ჩვენ საზღვაო და სახმელეთო პრობლემები არ აქვს ლიბანთან, მაშინ უნდა ლიბანის ერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სხვა ერების დახმარებით რა უქნას ამ ჯგუფს, რომელსაც ჰქვია ხიზბალა შიიტების შეუძლია ლიბანის მთავრობას ეს ამ პრობლემის მოგვარება. ბოდიშ დავამთავრებ. და ჩემი აზრით ეს ხიზბალას ხალხი თუ არიან ასეთი მუჩნიკები და უბედურები და ასეთი გაუსწორებლები, ისევ უნდა გადასახლდნენ ირანში და მიიღოს ირანმა ესენი წაიყვანოს და ჩაისახლოს იქ. თორე მაგენი ლიბანს თავისუფლებას არ მიცემენ. მაგენი იქნებიან ტერორისტული ჯგუფი ყოველთვის 10 და 20 და 30 წლის განმავლობაში. ან და უნდა მოიხოცონ შიგნით ყველა ნაირი, როგორც იგილი განადგურდა, მაგენიც ასე უნდა განადგურდნენ და ეს პრობლემა არის უკვე ლიბანში. ამიტომ ეს ორი საკითხი რაც შემეკითხეთ, ისრაელს არ შეუძლია ჩაეძინოს არაულობის დროს, ისრაელი უნდა იყოს ფრთხილად. ჰეზბოლა მთლიანად ირანის პირმშოა, ხო? კი. დაქირავებული სამხედრო ძალა შექმნილი პროქსი ძალები მანევრირებისთვის ძალიან კარგი ექსპორტ, ანუ კარგი როგორც ძალიან თვალსაჩინო და ეფექტური ინსტრუმენტი გამოვიდა ამ შემთხვევაში, ხო? ერაყ-ირანის ომის შემდეგ. ჩაფიქრებული ჰქონდათ ხამასმა შეუშალათ ხელი, თორემ პროგრამა იყო ასეთი. ირანი ელოდებოდა კიდე 5-10 წელი რომ მომზადებულიყო ყველანაირი იარაღით და პროქსით და ერთ დღეს გაცემდა ბრძანებას და დავარტყათ ყველამ ერთად ისრაელს და წარმოიდგინეთ თქვენ იმათი რაკეტები, აქეთ ხიზბალას მუჩნიკები, აქეთ ხამასი და ყველადან შემოსევა და როგორ ელოდებოდა ისრაელს და ალბათ ღმერთმა გადაგვარჩინა და ალბათ სინუარმა ხამასის ლიდერები უნდა ატრაბახება მე უფრო ჭკვიანი ვარ თქვენზეო და გააკეთა ეს 7 ოქტომბერი და ამიდან პერპლიდან ჩამოვიდა ისრაელი და წამოდგა ისრაელი და დღეს არის სოფლიოში ერთ-ერთი დიდი დერჟავა და ერთ-ერთი დიდი კონტროლირებული სივრცის ბატონი ახლო აღმოსავლეთში. და სულ ბოლო კითხვა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. აქვს თუ არა ისრაელს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ გააგრძელოს ომი? ძალიან ისეთი კითხვა, იმიტომ ყველაფერი საბოლოო ჯამში, ჩემი კატა ამოხდა აქ, საბოლოო ჯამში ყველაფერი უკავშირდება თანხას. ხო? ანუ იგებს ის იგებშიც ბოლო ფული რჩება. ჩვენი რესურსია ჩვენი ტვინი, ჩვენი სული, ჩვენი შვილები. აი მე მაგალითად როგორც ისრაელის არმიის პოლკოვნიკი, მე მყავს 2 ბიჭი, რომლებიც თადარიგში მსახურობენ, პოლკოვნიკები, ვიცე-პოლკოვნიკები არიან ორივე, სპეცნაზების, უბრალო არა. მე და ჩემმა შვილებმა ვემსახურეთ ისრაელის ჯარს 80 წელი, ბატონო გიორგი, 80 წელი. ოფიციალური 80 წელი ვიყავით ჯარში. აი ასეთი ხალხი არიან აქ და ჩემი შვილი ერთ-ერთი აიტეკის დიდი კომპანიის პრეზიდენტი დღეს აი აქედან იბადება ამ წრიდან ამ ომიდან ამ პრობლემებიდან იბადება ის აზრები რომელიც თერფსოფლიოს აკვირვებს
როგორ აღმოაჩინეთ ასეთი იარაღი და ასეთი აიტეგი და ასეთი ტექნოლოგია და ასეთი რამეები. აი, აქ მთელ მსოფლიოში ომი რომ იწყება, საზღვრებს კეტამენ. უკრაინა, რუსეთი, რომ ახალგაზრდები არ გაიპარონ. ებრაელები 2000-დან $10,000 იხდიდნენ ამერიკაში და ევროპაში, რომ ბილეთი ეშონათ, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, ომი რომ დაიწყო. აი ესაა ჩვენი ერი, ესაა ჩვენი მომავალი. დიდი მადლობა, ბატონო ეფრემ. ეს ისეთი საკითხები არის, რაზეც აუცილებლად ჩვენ კიდევ შევხვდებით და კიდევ ვისაუბრებ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ბევრი გვაქვს გასაზიარებელი და ბევრი გვაქვს ჩვენც დასაფიქრებელი. ასე რომ დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ქართველ ერს.